ყველას მოგესალმებით, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებულ დღეს, ღვთისწყალობას, ჯანმრთელობას და რაც ყველაზე მთავარია, რომ მიგეხციოთ ბატონო ისეთ წარმატებას, რომ სხვა ადამიანებისთვის ეს ყოფილიყოს მოტივაციის მიმცემი რა. ესე იგი დავასათაურებ ესე რომ საქმის გარჩევა ორი რა, აგერ თუფაკიც აქ არის. ხო და ესე იგი ხო მოხდა შემთხვევა ესეთი მაგალითად სადაც ცხოვრობ ჩემუბანში არის ყველაზე დიდი მეჩეთი რეგიონში. და სხვა რეგიონიდანაც რა თქმა უნდა მოდის ბატონო სოფლიდან, ქალაქებიდან ხალხი, რომ თქვათ რამადანის პერიოდი რო იყო, ეს ლოცვის წესი ნამაზი ქვია მე მგონი შეესრულებინათ და ასე შემდეგ. და იქ რა თქმა უნდა ხო ყველაფერი წყნარად, შვიდად, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი არის რა და ზოგადად ჩემთვის რაღაც სიახლესავით იყო რომ პირველად ნახე, რომ ამდენი ადამიანი, თქვათ, აი ნემს ვერ ჩააგდებდი, იმდენი ადამიანი იყო. ზოგიერთს ვიცნობდი პირადად, ზოგიერთს არა, ახალი სახე ვინც იყო თქვა და მეთქი ახლა ამ ყველაფერს ახლა რო გავერიდოთ, თან კიდე ხელიც რო არ შეუშალოთ, რა თქმა უნდა, ლოცულობს ხალხი. ცალკეა მათთვის, რა თქმა უნდა, მეჩეთში გამოყოფილი ადგილი, მაგრამ სათამაშო სახლოს არის რა, პარკი, სტადიონის და გამოტრიალდით მე და სერაფიმე, წავედით ჩვენ გზაზე, ხო და იქ უყურებ, რომ ადამიანები სვავენ ალკოჰოლს, თავისი ზიანს წყნარად შვიდად, არავის არც აწუხებენ, არც არავის, ჯერჯერობით არ აწუხებდა და დავინახე, რომ ბავშვი შესამოსელით ბატონო, ანუ უფრო ასახმელი რო იყოს, აი მაგალითად კვართივით შესამოსელი რა, ესე თქვათ, ანუ იყო თეთრი ფერის და უჭირავს ჯოხი დიდი. მე ვთხარი რაღაც შეიძლება ცერემონიისთვის რაღაც ჭირდება რა, ან რაღაცა ან თვითონ ჭირდება შეიძლება რაღაც სიარულისთვის. ეხლა დავაფიქსირე, რომ ეს ბიჭი მიდის ახლოს, რაღაცა ზეუნება ამ ადამიანებს, ვინც აგზიან და იწყებს ამათ ცემას რა, ჯოხს ურტყავს. და ესენი როგორ არის, იცით, ფრანგები არიან, კაც ჩვეულებრივად, ლოთები არიან რა, გაუბედურებული მისგან და ასე შემდეგ რა, თორე მე ვფიქრობ, რაღაც თავი რომ მიეხედათ და რისი საშუალებას აქ არის, ანუ უცხოელებისთვის არის და ფრანგს არ მიხედავენ, ხო? ესე იგი, რო დაუწყორ თქვა, რა თქმა უნდა ვერ მოვითმინე რა, ეხა ესეთ რაღაცას რო უყურებ, ანუ არ შემილია რა, ეგეთი რაღაცა, აი უსამართლობას გინდა, თუ გინდა სამართლიანიც იყოს, მაინც მევალ და ვეთქვი, რომ არ არის ეს, ანუ სწორი ფორმა რა. ხო და მივედი ახლო ზუსტად მივირბინე, დაუღრიალე ხმაკი მაქვს, ხო და ეხა ცოტა შეცვა ეს მიყურებს, ეხა იფიქრა რომ მე ვიღაცა ჰიბრიდი ვარ რა, წვერი. ხო და მივარდი რა, საკეთებ მეთქი რა. ესენიო ლოთები არიანო და მაგიტომ ურტყავ. და მე ვთხარი შენ მეთქი რამადანის დროს, ვით უმეტეს ნამაზი გაქვს ბატონო აგერ პერიოდში, ნამაზი ლოცვის წესი შეასრულე, შეიძლება არასწორად მომვა, მაგრამ ლოცვის წესი შეასრულე მეთქი და კაც ურტყავ, მე გამოდიხარ მეთქი. და ლოთები არიანო, ბიჭო, ლოთები არიან მეთქი, აგერ ისინიც არიან, მეთქი, კაც წამალს ყიდის ხალხი. აბა მიდი დაარტყი, გაგიხრიტავენ შუბლს მეთქი რა. ხო და რა უფლება გაქვს მეთქი რომ ეხები მეთქი, თან მეთქი პირდაპირ წესში წერია ბატონო, მუსულმანი კაცი სხვას არ დაარტყავს ხელს, ანუ ხელის აღმართვა არ მოხდება მეთქი, იმიტომ რომ წერია პირდაპირ მეთქი რა, ისლამის წესებში წერია ბატონო, რომ სხვა ადამიანზე ზიანის მიყენება არ შეიძლება. და ამელოდეო აქ ერთი წამითო. და გავარდა. და ეგრე დამელოდეო რო თქვა, ეგრევე ჩაირთო ნახალოკა დიდუბე ოქროსუბანი, უკვე იწვის ყველაფერი გულში, აქ ავარ გელოდები მეთქი. სერაფიმას ვეუბნები, წადი ბატონო, ეგერ უკრაინელი ბავშვები თამაშობენ, იქ დამელოდე მე რა, ოფარებულში წყნარად შვიდად ველოდები ახლა ისიც და ეს ლოთები მიყურებენ როგორ, იცით რომ მე ამათი სახალხო დამცველი ვარ რა, ანუ საფრანგეთის სახალხო დამცველი ვარ რა, ესენი მიყურებენ რაღაც აი ლომჯარია, სუბარი, რაღაცა ეგრე რა და თან რაღაცებს ლაპარაკობენ ერთმანეთში, მაგრამ ესენიც მელაპარაკებიან. ამათ ვერ ვიგებ ამათ ლაპარაკებს. ამათ თავიანთი აქცენტი აქვს რაღაცა ფრანგულის რა და იმ ბიჭთან კომუნიცირებდი ინგლისურად, სხვათა შორის ის ბიჭი ვინც გაიქცა რა, ეხა მოვა ის, მოიყვანს და მოიყვანა ბიძა ბატონო, რა თქმა უნდა, ეხა და რამოდენიმე 4 ადამიანი იყო, უფროსები. ხო და იცო. მოსალმება რა თქმა უნდა. არ ყოფილა ეგრე რომ პირდაპირ მოვიდნენ და გაექანებინა და ეთხლიშა ჩემთვის რა და გუდი მოვიხადე რა თქმა უნდა უფროსი ადამიანი იყო ფეხზე სავდეხი ბატონო
ბოტასები მეცვა. ხო, ტანსაცმელი რა, ბოტასები მეცვა რა. ხო და მეუნება რომ რა მოხდაო რა. რატო უყვირეო შენ ამასო რა, ამ ბიჭსო. ხო და მე ვთხარი ამ ადამიანებს მეთქი ჯოხს ურტყავდა მეთქი. და მე რო დავინახე ეს მეთქი ავდექი იმ Google Translate-ით ველაპარაკებოდი თარგმანით რა, იმიტომ რომ ინგლისური არ იცოდნენ და ამ ბიჭს არ ვენდე. იმიტომ რომ ეხლა ამ ბიჭმა შეიძლება გადაუთარგმნოს და უთხრას ისეთი რაღაცა, რაც საერთოდ არ მოხდარა და მე აუხსენე ამათ, ხო? დაიწყება ერთი ამბავი რა. იმას არ მომბო რომ შეგნება უჭირთ. არა, უბრალოდ ეხლა იმ ბიჭს უფრო დაუჯერებენ, ხო? ეხლა მე უცხო ვარ ვიღაცა კაცი, რომელსაც საერთოდ არ ციცნობენ რა. თარგმანით უთხარე მეთქი რომ აგერ აი მეთქი ეს ორი ადამიანი ზის მეთქი და დავინახე მეთქი რომ ჯოხით მოვიდა მეთქი და ჯოხის ტყმა დაუწყო მეთქი რა. ხო და მე ვიცი მეთქი რომ როდესაც თქვენ მეთქი დღესასწაული გაქვთ მეთქი და თუ გინდა დღესასწაულიც არ იყოს მეთქი მუსულმან კაცს მეთქი ვიცი მეთქი ეს წესი მეთქი წაკითხული მაქვს ჩემი ხელით გადაშლილი მაქვს და ნანახი მაქვს მეთქი ეს წიგნში რომ სხვა ადამიანზე ზიანის მიყენება სისხლის დენა დარტყმავს გავსი რაღაც არ შეიძლება მეთქი ეხლა მიყურე და მიტრიალდა ამაზე მართლა ეგრე გააკეთეო შენო ნუ ლოგიკით ეგრე მივხვდი რომ ეგეთი რაღაცა კითხა და ეს ბიჭი ჩუმად არის ხმას არიღებს რა მომიტრიალდა ეს კაცი და ისო რა ქვია ამასო მადლობაო რომ მიუთითეთო ესო მეორეჯერ აღარ განმეორდებაო რა და ხელი ჩამოვართვით იმ სხვა ბიჭებმა ჩამომართვეს ხელი ბატონო და ის ბავშვი მიყურებს და ბოდიში მოიხადა მე იმ ბავშვმა და მე ვთხარი მე კი ნუ მიხდი ბოდიშს ამათ მოუხადე ამათ ურტყავდი მეთქი მე უბრალოდ დავინახე ფაქტი მეთქი რა ხო და იმასახნა რა ბოდიში იმათაც მოუხადა და მოტრიალდნენ და ყველაზე მეტად რა გამიკვირდა ეხა ამ თემაში ეს ფრანგები ეხა რო თქვა რომ რაღაც ბლატნო ისაწვებოდნენ არა რაღაცა ხო ეს ჩაშვება და თავის მართლება და რაღაც ეგეთი რო არ გაეკეთებინათ რა ხმა რა მოუღიათ კაცო ერთი სიტყვა არ უთქვიათ ალბათ იმდენად იყვნენ გათიშულები რა ვიცი სმისგან ხო რომ ვეღარ აზროვნებენ რა საერთოდ რა შენელებულები არიან რა ის ზომბებივით მოძრაობენ რა ერთი სიტყვა არ უთქვიათ რომ ხო ამ ბიჭმა ანუ დაგვიცვა რაღაცა ამ გვირთყავდა რაღაცა და ასე შემდეგ რა და ესე მოტრიალდნენ და წავიდნენ რა ეხა ის ბიჭი აღმოჩნდა რომ ჩვენს მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობს რა რამოდენიმეჯერ ნახე და მივესალმეთ კიდევაც ერთმანეთს მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ უბრალოდ რა აღზრდაში ესეთ რაღაცებს ბედავენ ისეთი ბავშვები რომელსაც მაგალითად მშობელი ყველაფერში ამართლებს რა ანუ ან მეორე ვარიანტი არის მამა სამსახურში არის ბატონო და დედა ვერ იჭერს ბავშვს რა იმიტომ რომ აგერ სკოლაა და სკოლა აქვე კარის წინა სათამაშო ყველაფერი და სახში არც სწავლა მთელი დღე არის ქუჩაში რა და ეხლა ვინ ასწავლეს იმას ჯოხი არ დაარტყა და ის უფროს ბიჭები რასაც აკეთებენ რასაც ხედავს თქვათ ესეც თქვათ ავლენს თქვათ თავის რაღაცა ძალას ამ აგრესიაში დებს ეს ერთია ჩემი აზრით მაგრამ მე ვფიქრობ ეხლა მე მაგალითად სხვანაირად აღვიზარდე არ ვამბობ იმას რომ რაღაცა განსაკუთრებული ბავშვი ვარ რა და ჩემზე მაგალითად Walt Disney იმიტომ შექმნა ეს მულტფილმები რომ ჩემზე რაღაც მადლიერება გამოეხატა არა ისე ვამბობ უბრალოდ რომ მშობელი ეხლა პირველი მშობელს ხედავ ხო შენ ოჯახში როგორ იქცევა რას გასწავლის რას გეუნება და რა მაგალითებს გეუნება მაგრამ ჩვენ ამათთან ხო სამწუხაროდ ეხლა კაცისთვის უფრო ძნელია ეგ მე ვფიქრობ ხალისთვისაც რა თქმა უნდა კაცისთვის ძნელია ეხლა სულ სამსახურში ხარ ბავშვს ვერ ახცევ ყურადღებას მერე სამსახურს რომ მორჩები მოდიხარ სახში დაღლილია არაფრის თავი არ აქვს თან კიდე რამოდენიმე შვილი ყავს ხო თქვა ზოგს ხო და არის რა ეგეთი მომენტები რომ მშობელმა მაინც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და ასწავლოს ბავშვს რომ თქვა კი შენ სახში შეიძლება წესიერად იქცევი მაგრამ მოფარებულში ეგეთი რაღაცა ის სხვაც რო აკეთებდეს უნდა მიუთითო და უთხრა რომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რა ხო და რა ვიცი ეხლა მე ვფიქრობ მე რა ვიცი ეხლა ბავშვობაში ნახდად არ მომსვლია აზრით თავში რომ უფროსზე რაღაც ჯოხი ამეღო და დამერტყა რა ეხლა ეგეთი რაღაცა თავში არ მომსვლია კი მიხულიგნია რაღაც სისულელები გამიკეთებია კაცო პანჯარა ჩამიმტრევია რაღაცა ეგეთი რაღაცები გამიკეთებია და ხო მარშრუტკის ანუ სამარშრუტო ტაქსის გაჩერება და გაღწევა მე ეგეთი რაღაცების ხო სისულელე რა გავიგეთ პამიდორები გვისრია ბატონო ავტობუსისთვის და რაღაცები აი ესეთი რაღაცები გავიკეთებია კი რაღაცები იყო მაგრამ მე ესეთ რაღაცა არც წარმომიდგენია ეხლაც და იმ ბავშვობაში როცა ვიყავი რომ მე ჯოხი ამეღო ან რაღაცა და ვიღაცა ლოთებისთვის ან ვიღაცა უფროსი ადამიანისთვის აი ესე დამერტყა რა ეგეთი რაღაცა რა ვიცი ჩემში არ ზის რა
ხო და მაქსიმალურად შევეცდები რომ ჩემ შულსაც ვასწავლო რომ არ შეიძლება რა ადამიანზე თქვათ უპატივცემულობა გამოხატო იმას თავისი გაჭირვება ეყოფა რა რამხელა გაჭირვება არის საფრანგეთში არის ადამიანი ლოთი რამდენი ის არის რა ქვია აგერ ის არის ლუქსემბურგში წადი ბელგია ის რა ვიცი დაისვენე რა გაერთე იცხოვრე ხო მაგრამ ალბათ ამ ადამიანებმა ესეთი ცხოვრება აირჩიეს უბრალოდ და ეგ არის და ეხთორე აქ მაგალითად მე არ ვამბობ იმას რომ ყველა რაღაც დაკმაყოფილებულია და რაღაცა მაგრამ ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ რაღაც შეცვალონ თავის ცხოვრებაში გაიუმჯობესონ უკეთესობისკენ წავიდნენ და ასე შემდეგ აქ ყველა საშუალება არის რომ ადამიანს დაუდგენ და ღმერთში დაეხმარონ ჯანმრთელობის კუთხით კიდე ბატონო მიდიან თავზე შემოგევლებიან რა ანუ გიცნობს არ გიცნობს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ექიმი თავის მოვალეობას შეასრულებს და რაც ყველაზე მთავარია ხელში არ გიყურებს რა არ აინტერესებს შენ ვინ ახარ ბატონო იმას თავისი ხელფასი აქვს თავისი მომავალი აქვს იცის რომ პენსიის სასახში ბატონო მოივლის შვეიცარიაში და ჯიხვებს და იმებს წაეჭიდავება იქ და თავისთვის გაერთობა რა წყნარად შვიდად იმას არ აინტერესებს შენ ვინ ახარ იმან უნდა მოგხედოს всё დამთავრდა რა ეს არის და ეს და აი ესეთი ხო ეს პატარა საქმის გარჩევასავით იყო რა უბრალოდ გამემართლა კიდევაც ხო რა ვიცი ხა ხო შეიძლება იმ ადამიანს რაღაც უფრო შეურაცხყოფილად მიეღო რა შენ ვინ ახარ ახლა ვიღაცა ჩემ იმას რაღაცა დიშვილს თუ ვიღაცა ძმისშვილს რაღაცებს ასწავლი აქ რა მასწავლებელი ხარ თუ რა მაგრამ ნუ ესეთი რაღაცა მოხდა ხო რა ესე იგი დაგემშვიდობებით შემდეგი ვიდეო მინდა გავაკეთო უბრალოდ ეხა არ ვიცი ეხა იმ რამდენად მნიშვნელოვანია მაგრამ მაინც მინდა უბრალოდ დავაკომენტარო სიტუაცია სადაც მეუფე გიორგი ჯამდელიანის ქადაგება არის გამოყოლილი ამბავი რომელზეც გამოვიდა და თქვა რომ ჩემ მოკლას აპირებდნენო და აი მაგასთან დაკავშირებით მინდა ჩავწერო და ნახოთ რა გამომივა ღმერთი თქვენკენ დროებით და შეხვედრამდე რა აბა მაგრად